დღის არხი რადიო იმედზე ნინო მეუნარგიასთან ერთად. კვლავ მოგესალმებით ღია ეთერში დაგიბრუნდით აქტუალური თემით, როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულის სეზონზე, რატომ სჭირდება კანს განსაკუთრებული მოვლა, მით უმეტეს ზაფხულში. ჩვენი სტუმარია სატელეფონო ხაზზე მაია დათვანაშვილი, დერმატოლოგი, პროფესორი. ქალბატონო მაია, მოგესალმებით. გამარჯობათ, მოგესალმებით. მადლობა, რომ აქტუალური თემით შემოგვიერთდით და რა თქმა უნდა, კანის მოვლა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სეზონზე, თუმცა ზაფხულის სეზონს თავისი განსაკუთრებული გარკვეული ასპექტები გააჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ აქ საუბარია დაუშვათ მზის სხივებზე, აქ საუბარია თუნდაც პიგმენტურ ლაქებზე, რომელიც ჩნდება კანზე ამ სეზონზე. შემდეგ ასევე მაღალი ტემპერატურა და ოფლიანობა ძალიან ბევრ რამეს იწვევს, თუნდაც ფორების დახშობას და გამონაყარს. ასევე ძალიან საინტერესოა ზღვის მარილი, აუზის ქლორი, რატომ აშრობს კანს და მოკლედ ძალიან ბევრი მიმართულებით უნდა ვისაუბროთ და ვინ უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, ამაზეც გავაკეთებთ აქცენტს. კარგით, მოდი დავიწყოთ იმით, თუ რა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც ამ სეზონზე უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში ალბათ დავიწყოთ პატარებით, რადგან პატარებში არის ხოლმე უფრო გავრცელებული ინფექციური დაავადებები ბავშვთა, პატარა განაკაცრი ან გარეზიანება კანის შეიძლება გახდეს შემდგომი მეორადი ინფექციის განვითარების წყარო. ამიტომ ალბათ უფრო მშობლებს უნდა მიმართოთ, რომ ნებისმიერი გარეზიანება, პატარა თითქოს ტრამვა, მივაქციოთ ყურადღება, რომ დროზე დამთავრდეს, რომ შემდეგ არ გართულდეს რაღაც დამატებით მეორად ინფექციაში. ეს პირველ რიგში ბავშვებთან დაკავშირებით კანის დაცვასთან, მზისგან, მზის სხივებთან მიმართებაში ესეც რასაკვირველია მნიშვნელოვანია. შუადღის პერიოდში რასაკვირველია კატეგორიულად ვეკრძალება მზის ინტენსიური გამოსხივების ადგილზე ყოფნა, მზეში ყოფნა ზოგადად. დიდსაც და პატარას განსაკუთრებით და უფრო 11 საათამდე და სადღაც 5-ის შემდეგ უფრო თავისუფლად შეგვიძლია, რასაკვირველია ბავშვს ქუდი ახურავს, თუ საჭიროა პატარა საბავშვო მზის ჩათვალეებიც არის და თუ ღიაფერის კანი აქვს და ადვილად უღიზიანდება კანზე, რასაკვირველია მზის დამცავიც არის საჭირო. ეს ყველაფერი მაინც დამოკიდებულია თუ რა ტიპის კანი აქვს, იგივე დიდია თუ ბავშვი არის, სად ვიმყოფებით აგარაკზე და დღის რა მონაკვეთში გავედით და როგორი ამინდი იყო. რასაკვირველია ამასთან ერთად ვარირებს ეს ყველაფერი. კი ბატონო, და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელსაც ზაფხულში ვაწყდებით, არის თუ არა კანის სიმშრალე. და ზოგადად მოდით ამით დავიწყოთ კიდე საუბარი, თუ როგორ მოვუაროთ ასეთი ტიპის კანს. კანის სიმშრალე ნაკლებად არის მაინც ზაფხულისთვის დამახასიათებელი, თუმცა ხშირი დაბანის პირობებში ზოგიერთი უჩივის ამას ის ადამიანები, რომელთაც აქვთ კანის სიმშრალე და თუნდაც ესეთი გენეტიკური დაავადება, რომელიც გამოიხატება ინტენსიური კანის სიმშრალით და თევზის ქერცლივით არის ხოლმე პირდაპირ კანი, იხტიოზე, ისიც კი ზაფხულის პერიოდში უკეთეს მდგომარეობაში ვარდება, თუმცა ალბათ ეს დაკავშირება კანის სიმშრალთან უფრო ფეხთან იქნება ასოცირებული ფეხის ქუსლი, როდესაც უკვე წინძის გარეშე თუ კოკოტკის გარეშე გვაცვია, იწევს უფრო მეტად გაუხეშებას და ასე შემდეგ და ალბათ უფრო ქუსლის მოვლაზე არის ხოლმე საუბარი, ინტენსიური დამატენიანებელი, რომელიც მიდრეკილი არის ამ გაუხეშებული კანის დათხელებისკენ, ალბათ უფრო ისეთი მაღამოვან კრემი უნდა გამოვიყენოთ მოსავლელად. თუ მაინც რაღაცა მიზეზთა გამო სიმშრალე არის, რასაკვირველია გამოიყენებენ უფრო თხევადი ტექსტურის, რასაკვირველია და თუ დიდ ფართობზე არის ასევე, მანდაც მნიშვნელოვანია ეს დამატენიანებელი ფაქტორი, რომელი არის, რადგანაც რომ ზოგიერთი არ შეიძლება დიდ ფართობზე რომ გამოვიყენოთ, თუმცა იმ კრემს ან დამატენიანებელ ესეთი რძისფერი, რძის მაგვარი ტექსტურა აქვს ხოლმე, დამატენიანებელს და უწერია რომ მთელ სხეულზე გამოიყენება, იქ ისეთი კომპონენტია, რომელიც შეიძლება რომ დიდ ფართობზე დავიტანოთ. ანუ ყურადღებით ვიყოთ, რომ რა არისთვის არის განკუთვნილი და იმის მიხედვით გამოვიყენოთ. ჩვენ საფთიაქებში საკმაოდ ფართო არჩევანი არის, რომ სწორედ ამ სურვილის, მიმართულების, თუნდაც ბიუჯეტის მიხედვით სწორად შევარჩიოთ პროდუქტი. კი ბატონო, და ზღვის სეზონს ელოდება ძალიან ბევრი და რუჯის მოყვარულიც ბევრია. რას ეტყოდით მათ? მაინც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მზისგან კანის დაცვა და როგორ გავირუჯოთ სწორად.
გარუჯვა ნებისმიერი ფორმით კანის დაბერებას მიწვევს. აჩქარებს. ეს არის კონკრეტული ფაქტი და უკვე არჩევანს აკეთებს ადამიანი რომ მაინც გაირუჯება თუ არ გაირუჯება. შედარებით ესე ბრწყალებში რო ვთქვათ სწორად გარუჯვა არის ისევ როგორც ვთქვით 11 საათამდე და მერე 5 საათის შემდეგ. თუ მგრძნობიარე კანი გვაქვს ის დამსავი მაინც გჭირდება გარკვეული პერიოდი. კი ბატონო, ფაქტია რომ ზის ულტრაისფერის ხვრები აჩქარებს კანის დაბერებას და იზრდება პიგმენტური ლაქების გაჩენის რისკი და იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ გაჩნდა პიგმენტური ლაქები და რა თქმა უნდა ზაფხულის სეზონისთვის ეს დამახასიათებელია, რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? რომ თუნდაც რაღაც შემდეგ პიგმენტური ლაქები თუ სულ არ ალაგდება რომ გაღიავდეს. ეს პიგმენტური ლაქები სხვადასხვა წარმოშობის არის, იგივე მზეზე შეიძლება გამოჩნდეს და ეს მიმანიშნებელი იყოს სოკოვანი დაავადების, შეიძლება გამოჩნდეს ინტენსიური სწორედ გამოსხივების ქვეშ, როდესაც ვართ სუბთა პიგმენტაციური სოლარული ლენტი გვქვია ხოლმე. ანუ სხვადასხვა ტიპის არის ეს პიგმენტაცია, რომელიც შეიძლება ზაფხულთან იყოს ასოცირებული. უკვე იმ პერიოდში, სანამ ზაფხულია ვერაფერს აქტიურად ვერ ჩავერევით, უფრო, როდესაც წამოვა სექტემბერი, ოქტომბერი და სეზონი მოვიარეთ, შემდეგ დაიწყება უკვე მკურნალობა და მანამდე საპრევენციო მზის დამცავი კრემი და მაქსიმალურად მორიდება თუ კი ასეთი პიგმენტაციებისკენ ვართ მიდრეკილი. კი ბატონო და ზოგადად ვიცით რომ ზღვის მარილი და აუზის ქლორი აშრობს კანს, თუმცა ზაფხულში რა თქმა უნდა ზღვის მოყვარულნი ბევრი ვართ და რაც შეეხება აუზში გაგრილებაც ძალიან კარგია. აი ამ შემთხვევაში დავუშვათ დღის რომელ მონაკვეთში ანუ დილით არის მიზანშეწონილი ხომ გასვლა ზღვაზე და შემდეგ საღამოს და ამ პერიოდში დავუშვათ ზღვის მარილი ისე არ მოქმედებს კანის გამოშრობის მიგულისხმებ. არის ზღვის მარილად რჩება რასაკურველია, მაგრამ რომ მოვდივართ და დავუშვათ არ გადავიბრეთ, ვისაც მაინც ეს აწუხებს ხოლმე, როგორც კი ამბობდეს, თუ არის საშუალება გადაივლოს წყალი და ცოტა ხანი ისე გაჩერდეს მზეზე. ანუ რაღაცა წილს ამ გამოშრობისგან ცოტა თავს ავიცილებთ. და ზომიერი გარუჯვა როგორც გითხარით, მაინც რომ მოვდივართ ეს პლიაჟია თუ აუზი, დამატებითი ალბათ დაჭირდებათ თუ ეს მაინც ეს დაჭიმულობა კანის შემჩნეული აქვთ. კი ბატონო, და მითია თუ რეალობა რომ ღია ფერის კანის მქონე ადამიანებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ? პირდაპირ მითითება არის, ეს არ არის არანაირი მითია, სამეცნიერო და ფაქტებზე არის დაფუძნებული ეს აზრი, რომ პირველი და მეორე ტიპის კანი არის ესეთი ფოტოტიპი, ეს ღია ქერაც ისფერთვალება და წითური მწვანე თვალება ადამიანები, უბრალოდ ვარებულობენ ისინი როჭს და იწვევიან და მათთვის მიგუმეტეს საფრთხილო არასაკურველია. პრაქტიკულად რუც მან საუბარი არც არის, ხომ რუც მაინც ვარებულობენ. აი ესეთი გამოკვეთილად ღია ფერის კანის მქონე ადამიანები. კი ბატონო და თქვენ აი დასაწყისში ისაუბრეთ დამატენიანებელზე და როგორ ავარჩიოთ ზოგადად დამატენიანებლები, ანუ ცხიმიანი კომბინირებული და მშრალი კანისთვის ზაფხულში? არის ჰიდრატაციისთვის, აი იგივე მაგალითად აკნე ძირითადში განსაკუთრებით გარტეხის ასაკის ბავშვებში მიმდინარეობს ჭარბცხიმიანობით. მაგრამ როდესაც რაცა ხანგრძლივად ვიყენებთ ამ ცხიმის დამარეგულირებას, შეიძლება ცოტა სიმშრალისკენ წაიყვანოს და არის იგივე აკნეს ხანში კრემი, რომელიც თან ჰიდრატაციას აკეთებს. მორეგულირებელია, მაგრამ ჰიდრატაციას აკეთებს. აი იმიტომაც ვამბობ, ყველა იმაზე არის გათვლილი პრინციპში ნახავთ პროდუქტს იგივე მზის დამცავი აკნისადმი მიდრეკილი კანისთვის ცალკეა, მშრალი კანისთვის ცალკეა, ცხიმიანი კანისთვის ცალკეა, სახისთვის ცალკეა, ბავშვისთვის ცალკეა, ჩვილი ბავშვისთვის კიდე ცალკე არის. აი საკმაოდ ესეთი ფართო არჩევანი არის, დაფარვითი ეფექტით კიდე ცალკე არის და ასე შემდეგ. ეხლა ჩვილი ბავშვი ახსენეთ და რამდენად მიზანშეწონილია და თუნდაც რა ასაკიდან ჩვილი ბავშვების წაყვანა ზღვაზე. ჩემი გადასახედიდან ალბათ ჩვილი პლაჟზე არ უნდა იყოს და რაღაცა იმ წელიწად სადამ ბავშვი ჩვილი არის, მაინც ზღვისკენ არ უნდა გავეშუროთ, იმიტომ რომ რაღაც მოუხერხებელ მდგომარეობაში ვარდება თვითონ მშობელი ზღვის. ბავშვი ცალკე, მშობელი ცალკე, თუნდაც ქოლგის ქვეშ გვყავდეს. ხვაირეკლები მაინც კიდე უფრო მეტი ინტენსიური გამოსხივება ხომ პლაჟზე, წყლიდან ანარეკლი, ქვიდან ანარეკლი და შეიძლება არ დაიწვა ბავშვი, მაგრამ მაინც ჭარბად მიიღო ეს სითბური, ეს ენერგია რაც მოყვება ამ მზეს. ისე რომ მე მგონი მაინც ჯობია რომ ეს პირველი წელი უფრო სხვა ადგილას გავატაროთ. კი ბატონო, აი ზღვის მარილზე კი ბატონო.
დიახ. აი რაც შეეხება ზღვის მარილს, ვისაუბრეთ, რომ აშრობს კანს, თუმცა ესეც საინტერესოა, ესეც მითია თუ რეალობა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც დაუშვათ ზღვიდან ამოდიან და თუნდაც უნდათ რომ ცოტა ხანს მარილიანი დაუშვათ მარილი არ ჩამოიბანონ და როგორც ამბობენ, რომ თითქოს ეს ასუფთავებს კანს, რაღაც სხვა ელფერს აძლევს, აი როგორც დერმატოლოგი რას გეტყვით. ნორმის ფარგლებში ამოვედით ცოტა ხანი გავჩერდით აზე მე მივედით გადავივლეთ ვერა ცოტა კიდე გავჩერდით ამას ყველაფერს დაარეგულირებს ადამიანი რომ თან ისი ამოვნოს თან ის რაც უნდა მიიღოს და თან არც არაფერით არ დავიზიანოთ თუმცა როგორც გითხარით რუჯი ასე თუ ისე მაინც გვიჩქარებს კანის დაბერების პროცესს და რაღაც ამ პიგმენტაციებს და რაღაცებს ხანდახან მაინც აჩენს. კი ბატონო, ზოგადად საუბრობთ ჩვენ კანის მოვლაზე, ანუ აქ არა კონკრეტულად დავშვათ ეს სახის კანი იქნება ტანი თუ ასე შემდეგ და ზაფხულის დადგომასთან ერთად მაინც არსებობს რაღაც გარკვეული თავის მოვლის რუტინა და აი ესე რო ჩამოვაყალიბოთ, აი რაღაც გარკვეული ფორმულასავით რომ გვითხრათ. აი როგორ დავიწყოთ? დავუშვათ ეს იქნება ზღვა თუ არა, იმიტომ რა თქმა უნდა, ყველა ზღვის კურორტზე არ მიდის, ზოგი მთაში მიდის, ზოგი ბარში, ზოგი სოფლად. ანუ აი რუტინა როგორი უნდა გქონდეს? ჩვეულებრივი რაც შეესაბამება კანს, ერთადერთი მზესთან მიმართებაში თუ გვაქვს პრობლემები, მზის დამცავი გჭირდება, იქ ქუდი გჭირდება, იქ სათვალე გჭირდება, იქ თუ ღია ფერის კანის ვართ, საერთოდაც ვერ იდებით. ეს დანარჩენი თუ რაიმე პატარა უფრო აი თავისებურებისკენ მიდის კანის სიმშრალე არის უფრო მეტი დამატენიანებელი გვინდა ცხიმიანობა გვაქვს უფრო საბავარეგულირებელი გჭირდება დამფარავი თუ გვინდა ზოგადად ვიყენებთ უფრო თხევადი ტექსტურის კრემს ვერავითან რასაკურია და პუდრი და თხევადი ტექსტურის უნდა იყოს აი ეს არის და დასაბანი საშუალებებიდანაც ისეთი თუ სიმშრალისკენ გვაქვს მიდრეკილი მსუბუქი დამატენიანებელი ეფექტის მქონე დასაბანი საშუალება უნდა გამოვიყენოთ იმიტომ რომ ამ სიცხის გამო ჩვენ ხშირად ვბანაობთ და ესეც ყოველგვარი აუზის და ზღვის გარეშე მაინც ცოტა გვიშრობს კანს შემდგომი დატენიანება ჭირდება რომ ეს ხშირად დაბანა მე მართლა პრობლემად არ იქცეს და მზესთან სწორი დამოკიდებულება და სხვა ყველაფერი რომ დავისვენოთ და ჩანსახათ და გალამაზებულად დავბრუნდეთ კი ბატონო. ადგილზე. დიახ, ასევე საინტერესოა, რა თქმა უნდა, ყვება, იმიტომ რომ ზოგადად, როდესაც კანის მოვლის რუტინაზე ვსაუბრობთ, ეს წყალი იქნება, ხილი იქნება თუ, ანუ ყვებაც ძალიან მნიშვნელოვანია და აი მაინც რას გვირჩევდით ზაფხულის ცხელ დღეებში ჯანსაღი კანის შესანარჩუნებლად, რა სახის პროდუქტების მიღება რეკომენდირებთ? პირობებში მაინც ბევრს ვერც ღებულობთ, მეტყვი ხიმიან საკვებს, უფრო მსუბუქი საკვები და სითხე რასაკვირველია დიდი რაოდენობით, იმიტომ რომ აკապ სითხეს ამ სითხის პირობებში ეს აუცილებელი პირობა არის. დანარჩენი უკვე რაც გაუხარდებათ და რაც მოსწონთ და უყვართ იმის მიხედვით შეგვიძლია ხომ წარიცხარი საჭმელიც ის ახლა როდესაც შემოგვახურებთ ესეთი ცხელი საკვებს მაინც რასაკვირველია უნდა ვერიდოთ უბრალოდ არ არის ხოლმე სასიამოვნო და პრაქტიკულად მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცდილობს რომ გრილი საკვები მიიღოს წვიანი უმეტესად მაინც ცხელია და წვიანებს ნაკლებად გამოდის მაგრამ სითხეს სხვა სახით ღებულობთ კი ბატონო და აი ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები ზაფხულში კანის მოვლის რუტინის დროს მაინც გარუჯვასთან დაკავშირებით არის ხოლმე ზოგი პირიქით გარუჯვის გამაძლიერებს ისმევს ზოგი არასწორად ისმევს სხვათა შორის ის მარილიანს რო შეინარჩუნებს რუჯი არ გამოდის დადაბარი მითუმეტეს თუ ქვიშა არის და ქვიშიან იმაზე ხდება ეს სველის მე თანაბარი არ გამოდის რუჯი ამასაც მნიშვნელობა აქვს სხვათა შორის რო ისე დამწვეთ რო კანზე არ იყოს არაფერი ხათ საქართველოს რაც გვაქვს სათაპირო ნაკლებად არის ქვიშიანი თუმცა ურეკში არის და ხო და აი ყოფილა რომ ისეთი დაწინწყულებით აქვს თითქოს ზოგადი რუჯი, მაგრამ შემჩემთ რომ წვრილი წინწყლებებს ეს განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვიდან ჩამოაქვთ ხოლმე, სადაც უფრო ესეთი ის არის პლაჟი და ის არ აქცევენ ყურადღებას იმ მომენტში და მოსწონთ რომ ის გენჯი და რაღაცა შენ კანზე არის, მაგრამ მე არათანაბაჟურს ხებულობენ ხოლმე ესეთი ის არის და ნუ არ გადავხურდეთ და არ დავიწვათ კანი. რა თქმა უნდა და რაც შეეხება ქიმიურ პილინგებს ზაფხულის სეზონზე შეწონილია და მე როდესაც ჩამოვდივარ რუჯი გვაქვს და ეს პილინგი აგვიჭრელებს ჩანს. კი ბატონო და აი რაც შეეხება ზოგადად ვარჯიშსაც ეს რა თქმა უნდა არ შედის ახლა ის კანის მოვლის რუტინაში თუმცა ფიზიკური აქტივობა მიზანშეწონილი არის თუ არა ზაფხულის პერიოდში
თუ შეთაგარაგზე ვართ, სადაც სიგრილეა შედარებით, კი ბატონო და ხა თბილისის პირობებში და იქ ხელა ძალიან და იქ ბათუმში ჩავედით და სინესტე ცალკეა და ტემპერატურა მაღალი ცალკე, უბრალოდ ვერ შეძლებენ განსაკუთრებულ ფიზიკურ ვარჯიშობას. წყლით დავკავდეთ რასაკვირველია, თუმეტეს ვისაც ცურვა შეუძლია და თუ არ შეუძლია ცურვა რაღაცა ის აქტივობა წყალთან იყოს ასოცირებული. კი ბატონო. ვიდრე ესეთი ტრენაჟორები და ისინი ნაკლებად. კი ბატონო და რაც შეეხება დასაბან საპონს, ძალიან ბევრი იყენებს დასაბან საპონს ზაფხულის სეზონზეც და იწვევს თუ არა სიმშრალეს. დასაბანებში შედის დამატებითი ეფექტი და სწორედ მოგახსენეთ, რომ ისეთები შეარჩენით, უმეტეს ვისაც გარკვეულ მიზეზს და გამხშირად უწევს დაბანა. არ დამატებითი ფაქტორით იყოს. აუცილებლად. მყარი საპნებიც არსებობს და თხევადები ხო არსებობს და არსებობს. კი ბატონო და რაც შეეხება სახის კანს და რა თქმა უნდა ქალბატონებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მზის დამცავ საშუალებებზე ვსაუბრობთ, ანუ ხშირად ვამბობთ, ვახსენებთ SPF 30, SPF 50 და რომლის გამოყენება არის უფრო მიზანშეწონილი და რა დროს? გაჩნია სად ვართ, რა ტიპის კანი გვაქვს, რა პრობლემა გვაქვს ისევ. ღია ფერის კანი გვაქვს 50 გჭირდება, ზღვაზე წავედით უფრო 50 გჭირდება, 30 უფრო ქალაქის პირობებში, მაგრამ მგრძნობიარე კანის მქონეს შეიძლება ქალაქის პირობებში სწორედ ისე 50 გჭირდებოდეს. რა ტიპის სამსახური გვაქვს, თუ ჰობი გვაქვს, იქ მზეზე მეტხანს გვიწევს ყოფნა, ცოტა ხანი გვიწევს, აი ამასთან მიმართებაში ხდება ვარირება. კი ბატონო და ზოგადად კიდევ მზის დამცავის წასმა გარეთ გასვლამდე დაახლოებით რამდენი წუთით ადრეა მიზანშეწონილი? კი ბატონო და რას ეტყოდით და ამით დავასრულოთ საუბარი იმ ქალბატონებს მაინც რომლებიც ძალიან ანუ ზღვის სანაპიროს მოყვარულნი, ზღვის მოყვარულნი და განსაკუთრებით ზღვა რა თქმა უნდა ძალიან კარგია და ცურვა კარგია, თუმცა ანუ არიან ადამიანები რომლებიც მთელი დღის განმავლობაში იმყოფებიან სანაპიროზე და ირუჯებიან. რუჯი ლამაზია რა თქმა უნდა, მაგრამ ზომიერად, თუ ახლა სულ რო აუგზავნოთ არც გაიგონებენ, მაგრამ იცოდნენ რომ აჩქარებს დაბერებას და ინტენსიური რუჯი კიდე სხვა პრობლემები შეიძლება წარმოქმნას, იქ ხალები და ის კიდე ცალკე თემა არის, ასე რომ ზომიერება ყველაფერში და ყველგან. და არის თუ არა მაშინ ზღვის საპირწონე დავუშვათ სოლარიუმი და ის ქალბატონები რომლებიც სოლარიუმების მოყვარულნი არიან? არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ იქ არის გამოყოფილი სხივი, რომელმაც სწრაფად უნდა აი ზღვაზე რო ჭირდება ადამიანს რამოდენიმე საათი და დღეები რომ მიიღოს ის კონდიცია, რასაც ღებულობს რამოდენიმე წუთში. ხა წარმოიდგინეთ რა ხდება კანზე. 70 და მეტჯერ ძლიერდება მელანომის განვითარების რისკი სოლარიუმის მომხმარებლისთვის. აი ასეთი ვითარება არის. კი ბატონო და მაინც გასაგებია ჯანსაღი ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, ზღვის მოყვარულთათვის ზომიერად გარუჯვა დილის საათებში, საღამოს საათებში, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მისაღები. კი ბატონო და კიდევ რაც მნიშვნელოვანია, ბავშვები განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ბავშვებს. კარგი, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს ვისურვებთ. ასევე მადლობა მაია დათვაშვილი, დერმატოლოგი, პროფესორი იყო სატელეფონო ხაზზე. ჩვენ ვისაუბრეთ კანის მოვლის რუტინაზე ზაფხულის სეზონზე. რადიო იმედის დღის არხი აგრძელებს მაუწყებლობას დროებით.